თქვენ ახლა ჩემს უკან ხედავთ 5 ადამიანს, რომლებიც რამდენიმე წამში დაიწყებენ ძალიან საინტერესო თამაშს. თამაშს, რომელსაც ეყოლება მხოლოდ ერთი გამარჯვებული და რომელიც TBC კაპიტალისგან მიიღებს 5000 ლარს. ბაშა, იცი რა არის? მე ჩავწვა მთელი თამაშის განმავლობაში მონეტას. მე არ მომეწონა ხა მაგალითად თქვენი მხრიდან ის, რომ აი გოგოებმა ხა მონეტები გავინაწილო და ბიჭებმა რაც გინდათ ისქენს. სამი კაცი ხარ და დაგიგლეჯიოთ ერთმანეთი, რავი. მაგრამ რატო? ერთი არა, მოიცა. მეგობრებო, მოგესალმებით ქალაქის თეატრის სცენაზე, რომელიც ჩვენი ყველა დაძაბული მომენტის მასპინძელი გახდა ამასობაში. დიდი მადლობა მათ ამისთვის, რაც შეეხება ჩვენს ამბავს. დღეს გვაქვს ფინალი, როგორც უკვე იცით, და თქვენთვის მაქვს ძალიან ბევრი პატარ-პატარა სიურპრიზები. პირველ რიგში ალბათ ხვდებით, რომ ფინალურ ეპიზოდში გუნდური ინტერესები ცოტა უკან იწევს, ამიტომ ამ ეპიზოდში დღეს არ იქნება მონეტის გაყიდვა, თანხის ჩუქება, ეს წესები აღარ არის გაუქმებულია. როგორც წინა ეპიზოდებში, აქაც მონეტების რაოდენობა გადაწყვეტს, ვინ წავა სახლში 5000 ლარი. გარდა ამისა, მონაწილეებს საშუალება გექნებათ თამაში დამატებით 2000 ლარი გამოიმუშაოთ, ხოლო მოგებული თანხები ყველა თქვენგან ჩაგერიცხებათ TBC-ის მობაილ ბანკის საინვესტიციო ანგარიშზე. კიდევ ერთი სიახლე გვაქვს, დღეს ვითამაშებთ განსხვავებით წინა ეპიზოდებისგან 4 თამაშს, რომელთაგანაც ზოგი არის ახალი, ზოგი შეიძლება გამეორდეს, ამიტომ გირჩევთ იყოთ ყურადღებით. მეგობრებო, თქვენ კი შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, არ დაგავიწყდეთ, გააქტიუროთ ზარისღილაკი. ეხლა კი პირველი თამაში. კარგი მეგობრებო, სანამ პირველ თამაშს დავიწყებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ აქ რენდომ აარჩიეთ თქვენი ადგილები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ თამაშში ეს ყველაფერი. რაც შეეხება პირველ თამაშს. პირველ თამაში არის აი ეს მონეტა. მანუს უნდა ვთხოვო თავისი ყუთი მომაწოდოს, რომელ ყუთშიც მოთავსებულია 100 ლარი, 10 ლარიანი კუპიურებით. მე ამ ყუთს გადავცემ ჩემს მარცხნივ პირველივე მოთამაშეს, რომელიც ამოიღებს იმდენ თანხას, რამდენის თვითონ გაუხარდება და შემდეგ გადასცემს შემდეგ მონაწილეს. და ესე გაგრძელდება იქამდე, სანამ ყუთი არ დაუბრუნდება საკუთარ პატრონს. ყველას შეუძლია იმდენი თანხა აიღოს, რამდენიც უნდა. თავარი კითხვა არის, მიაღწევს თუ არა ეს თანხა შემდეგ მონაწილემდე. ამ თამაშს თამაშობთ ერთხელ, გვაქვს ახლა 30 წამი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, შემდეგ ყუთი მოვათავსოთ საკუთარ დიდ ყუთებში და მფარულად ვერავინ რო ვერ გაიგოს, ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. ხო, შეგახსენებთ, რომ ამ ტურში ვისაც ყველაზე მეტი თანხა ექნება, ის მიიღებს ამ მონეტას. ძალიან მარტივია 30 წამი. მე ჩემს იდეას შემოგთავაზებთ, რომ ყველა მოვიღოთ 20 ლარი, იმიტომ რომ არ დაიჩაგროს ადამიანი და თან მონეტაც არავის არ შეხვდა. ანუ მე ავიღებ 20 ლარს აუცილებლად. დროს არ ავიღებ, მგონია რომ უნდა მივცეთ შანსი. ანი მოვათავსე დახურულ ყუთში და გადაწყვიტე, მიიღე გადაწყვეტილება და გადაეცი შემდეგს. 20 ლარი ავიღოთ, მგონია ყველას სწორი იქნება. ვინც მოიტყობა მონეტა შეხვდება და გვეცოდინება რა. საინტერესოა რამდენი მოაღწევს მანდე. მე ვენდობ. ძალიან მაინტერესებს ვინ რას იზამს. ნახო. დახურულში მხოლოდ შენ უნდა იცოდე რა მოხდა და მაყოფილების იყო მანას. ხო? ესეც ასე, რაც შეეხება პირველი ტურის შედეგებს, ეს მონეტა ჯერჯერობით ისევ ჩემთან რჩება. რატომღაც ესე გადაწყვიტეთ. გილოცავთ, ძალიან ვამაყობ თქვენი გუნდურობით. მეორე თამაშსაც შეეხება, მაგიდაზე მოცემული გვაქვს 5 პრიზი და ასევე ყუთებში გაქვთ ბარათი. თითოეული მონაწილე მსჯელობის შემდეგ ბარათზე წერს თავის არჩევანს, თუ რომელი მათგანი უნდა. შემდეგ კი ყველა ერთმანეთს ვაჩვენებთ ერთდროულად. მონაწილე მიიღებს თავის არჩეულ პრიზს, იმ შემთხვევაში, თუ კი ის არ მეორდება მაგიდაზე, თუ მეორდება პრიზს ვერავინ ვერ მიიღებს. ამ თამაშსაც მხოლოდ ერთხელ ვთამაშობთ, ამიტომ აბა თქვენ იცით. 30 წამი თითოეულ თქვენგანს ექნება ამ შემთხვევაში. მე მაქვს იდეა, გოგოება. არა. თანმიმდევრობით მიყვეთ თუ შეიძლება, ანი შეგიძლია 30 წამი გამოიყენო. მეც ეგ იდეა მქონდა. გოგოები მონეტები დაანჩიეთ თქო და მე პირიქით. მე ალბათ სამ მონეტა იქნება და პირიქით. მე აღარ იქნება ეს თამაში. რაღაცა იქნება, არა ვიცი, გოგოები. ნამდვილად რაღაცა იქნება. ეს თქვი, დაჩი გაწყვეტ. მე არ მომწონს ეგრე გოგოები მონეტები და თქვენ რაღაცები. იტა რა ვქნათ ჩვენ. მოდი მე ოზი დავაზღვიოთ ჩვენ, გინდა? ეხა ოზი თუ დაწვავს, მე ჩვენ დავაზღვევთ ოზის. ეხა გავინაწილოთ თანხები რა. რომელს რომელი დავწეროთ? დაგითხრა მოდი. ოკეი. 70 დავწერ მე. რომელიმე თქვენგან რომ მონეტა არ დაწეროს, მაშინ ოზისთან ერთად აიღებს მონეტას. მე როგორც გითხარი მონეტას წვა, მეთქი უკვე მიწერია და დავდე აქ. შეგახსენებთ, რომ 3 თუ დაწერს მონეტას, იმ შემთხვევაში იწვება. 2 თუ დაწერს, ორივე მიიღებს მონეტას. თუ აპირებ მონეტის დაწერას ამენად მაინც რომ მე აღარ დავწერო, რომ არ ჩაგიშალოს ყველა ხა ეგებავე. არა, თუ გინდათ რომ ჩავშალო. გინდა რომ ჩავშალო. აი, შენ ჩაშლა გინდა უეჭველი. ანუ შენ გინდა რომ მონეტა ვერავინ ვერ აიღოს. რა ტაქტიკაა ეს?
კაი, კი ბატონო, წამოყვები მაგაზე. მაშინ მეც დავწერ მონეტას შენს დაწერებ, რა ვიცი, გავყვეთ რა. მაგრამ რატო? ერთი არა, მოიცა. შენ ნამდვილად დაწერე. რა ბოროტია ბიჭი იმენა. ხო, მაგრამ მონეტა ყველაზე მნიშვნელოვანია ამ თამაში და რატო ვიწვავ, ვერ გავიგე რა. ჟმოტი ხარ. დრო. ეხა მიიღეთ გადაწყვეტილებები, დაწერეთ დაფებზე თქვენი გადაწყვეტილებები და დაალაგეთ ყუთებზე თუ შეიძლება. ოზი გისმენთ, გაგვიზიარე, ყველას ძალიან გვაინტერესებს შენი გადაწყვეტილება. როგორც კი მოვიდა მონეტა დავწერე და დავდე ზევით. მონეტა. როგორც თქვი? მანუ. მეც მონეტა დავწერე. შენც დაწერე? ჩაწვე? კაი. მონეტა 100 ლარი. 100 ლარი? 70 ლარი დიდი ალბათ. კარგი, საერთო ერთი წუთი გვაქვს თქვენი. მე ვითამაშებ მონეტების ჩაწვაზე მთელი თამაშის განმავლობაში. რატო? იმიტომ რომ ეხა გადავადეს ედვენტში არა. ნახე მე მინდა რომ ვითამაშოთ მაინც ანუ ამ ეპიზოდს ამისაც უყურე რა მთავარი გასაღები გამარჯვებია ეს მაინც გუნდურობა რა გამარჯვების და ვინც თამაშობს ინდივიდუალურად არც ეს არ გაუმარჯვია. ხო და ვინ გეხარ არ გეთამაშება? მე უზის რატო ანუ იცავ? მე არ მომეწონა ახლა მაგალითად თქვენი მხრიდან ის რომ აი გოგოებმა ახლა მონეტები გავინაწილო და ბიჭებმა რაც გინდათ ის ქენი. ხო მაგრამ იგი მას ანიშნავს რომ შემდეგში არ მინდა ჩვენ შეიძლებოდა იცი რა არის მე ჩავწვამ მთელი თამაშის განმავლობაში მონეტას. შეგვიძლია ვისაუბროთ რომ მაგალითად ჩვენ გავიღოთ ჩვენ ვისაუბრეთ მე არც კი შეგწინააღმდეგე ნახე როგორ რაღაცა არის თამაში განმეტა ანინებს ფული ხო და ანუ ვერ შეიძლება სამი კაცი ხო და გაგიგლეჯიოთ ერთმანეთს მე მონეტებს ჩავწავ არავის მე რო წინააღმდეგე არა ყვილად არაფერი არის ან ანისი ან მანუსი წინაზე ძალიან კარგი манипуляციის საშუალება მქონდა მაგრამ არაფერი არ გავახერე პირიქით ინიციატივა ყო რა გაგვეყვა თანაბრად დავიღეთ ამ სადაც მე ხო არ შეგწილები ვარ მონეტებში არაფერი არ მქონდა პირიქით ის ხელი ძალიან კარგი ჩემეზე ძალიან სერიოზულად ხო შეგიძლია რომ თან თუ უფრო გონივრული აზრი გაქვს აი რა უნდა გამეკეთებ გამიზიარო რომ აი გოგოებმა არქნათ ეგ მაგალითად სხვა ოფშენი შემოგეთავაზებინა და იქნებ მოყვები რა უნდა გამეკეთებ სხვა რამე შენ რომ მეუნე მე ოზის ხელს დავაფარე არა მე ვთქვი რომ ოზის გადავაზღვევ მეთქი ამის მე გუნჩი აღარ ხარ მაგას აკეთებ გუნჩი არ ვარ ოზისთან არა ოღონდ ოზისთან ხარ მაგრამ ვაჟდურა დავაფარე არა შენ რო ჩაგეწვა ეხლა შენ რო ჩაგეწვა ეხლა მე შენ გადაგაზღვევდი ამ შემთხვევაში ეხლა ოზი გაიწირა უბრალოდ თორე ამ მე შენ გადაგაზღვევდი პირობითად დრო მორჩა 2 წუთია უბრალოდ გაცადეთ აი ხა მოხდა ძადები უბრალოდ ნერვები მეშლება მეგობრებო შეგახსენებთ რომ თამაში დღევანდელ ეპიზოდში დარჩა მხოლოდ 2 მონეტა იმიტომ რომ თქვენ 3 აორთქლეთ ყოჩახ აბლონისმატები გადავიდეთ შემდეგ თამაშზე ოკეი მეგობრებო აი ახალი თამაშის დროა კიდევ ერთ ჩანს გაძლევთ მეტი რა გავაკეთეთ მომდევნო 1 წუთის განმავლობაში ვინც ყველაზე მეტ თანხას შემომთავაზებს აი ეს მონეტა გახდება მისი ანუ თამაშობთ აუქციონს ოღონდ განსხვავებული წესებით ყველა შემოთავაზებული თანხა იმის გარდა რომ ის ერთი ადამიანი მონეტას მიიღებს ყველა თანხა გახდება ჩემი ანუ ვინც მონაწილეობას მიიღებს აუქციონში ეს ამით არის განსხვავებული ეს აუქციონი საწყისი თანხა არის 30 ლარი რომელიც არავის არ აქვს მინიმუმი ბიჯი გარდა თუ რაღაც მინიმუმი ბიჯი არის 10 ლარი იმიტომ რომ 10 ლარიანი კუპიურები გაქვთ უკვე ვისაც გაქვთ თუმცა შეგიძლიათ რომ 20-30 და ასე შემდეგ შემოხვიდეთ რა თუ 1 წუთის ბოლოს თანაბარი თანხები იქნება ორ ადამიანს ანუ ვერავინ ვერ მიიღებს კარგი 30 წამი საერთო დრო და შემდეგ უკვე მივიღოთ გადაწყვეტილებები ლაშა შენი მთლიანი თანხა მომეიხადა რომ მოვიგებ ნახევარს მოქცევ ვაფშე ერთ არავის არ მიცეთ უბრალოდ ერთმა ერთი მონეტა აიღეთ მეორე მონეტა აიღეთ აუქციონზე მინიმუმი 30 ლარით უნდა შევიდე და 20 ლარი მაქვს სად უნდა შევიდე ხო და ჩვენ ვერ ვთამაშობთ მაგას მე ამაც ხო და მე მოლაპარაკებას ვაწარმოებ 1 წუთი გაქვთ იმისთვის რომ შემოთავაზებები გააკეთოთ თანხა განათავსეთ და 1 წუთის ბოლოს ზუსტად 1 წუთის ბოლოს დროს რო გავაჩერებ მე აღარ მოხდება რამის შეცვლა ბიჭებო გაპასეთ მონეტა კიდე ჩავწვათ თუ ავიღოთ ეხა უნდა აიღოთ ხო მონეტა არც ერთმა არ დაბიდოთ ჰიტა არ ქნა ჰიტა ფულზე არ გაიყიდო აი ავიღეთ ერთ მონეტას ფული შეინახეთ ახლა შემოთავაზეთ თორე ფული საჭირო იქნება ანუ შენ გაქვს 100 იმას 70 შეესთავაზეთ ხო 90 ვარ ბიჭო 1 2 3 სული არ გაყიდა ხო კიდე უბნებით ნახა ვინმე არის სხვა რა მაქვს 30 წამი კარგი გაყიდულია 30 ლარი შეგეძლო დაგედო და ვიცი მაგრამ მაინც არ დაუშვირო შეიძლება ჰიტას არა ჰიტას ეგ თანხა შემდეგ რაუნდში დასჭირდება ხო მაგრამ შეგეძლო 30 დაგედო და ისედაც მიიღებდი ხო და არა უშავს ჰიტას დასჭირდება ეგ თანხა რა ეხლა რომ შემოსულიყო ანუ ჩემი მაქსიმუმი დადო რა ეგეთი სტრატეგია იყო კი ბატონო გასაგები ძალიან მარტივია გაყიდულია მონეტა და დაწინაურდა ლაშა
დღეისთვის ბოლო თამაში მეგობრებო, სადაც ერთ მონეტასთან ერთად თამაშდება 1500 ლარი, რომელიც თქვენია და რომელიც არავის არ უნდა გაუყოთ არასდროს. ოღონდ ამ თამაშს ვითამაშეთ 3-ჯერ. მაგრამ აქამდე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი, მეგობრებო. არა მარტო ჩემი, არამედ ამ ადამიანების, ზოგმა ეხლახანს დაიწყო YouTube-ინგი, ზოგი იმედია დაიწყებს. დაწყებული აქვს, დაწყებული. ვლოგი უდევს. კარგი, კაცო. გაშვებული ყოფილა. და ზოგი კი გამოცდილი იუთუბერია. შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული, ვისაც თამაშის ბოლოს ყველაზე მეტი მონეტა ექნება, იგებს 5000 ლარს, რომელსაც TBC კაპიტალი პირდაპირ საინვესტიციო ანგარიშზე ჩაურიცხავს. ეხლა კი თამაშის ყველა მონაწილეს 5-ში გაქვთ ბარათები 1-დან 5-მდე. თითოეულმა მონაწილემ ამ ციფრებიდან უნდა აირჩიოთ მხოლოდ 1 და დანარჩენი ჩადოთ 5-ში. როდესაც ყველა აირჩევთ, ერთდროულად გამოვაჩენთ ციფრს. გამარჯვებული იქნება ის ადამიანი, ვინც აირჩევს ყველაზე პატარა ციფრს მაგიდაზე, რომელიც არ მეორდება. თამაში იქნება 3-ჯერ, როგორც უკვე გითხარით, და ყოველ ჯერზე მოგებული რიცხვი გამრავლდება 100 ლარზე. ჯამში 1500 ლარი დევს მაგიდას. ვისაც ყველაზე მეტი თანხა ექნება, ის იღებს 1 მონეტას. ლაშასგან შეგვიძლია დავიწყოთ სტრატეგიაზე და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. მე მართლა კულტურულად მინდოდა რაღაცა საერთო ისეთი სტრატეგია მეთქვა, რომელიც 5-ვეს გამოგვადგებოდა, მაგრამ რადგან ამ შემთხვევაში ეს თანხა არ ნაწილდება, მაშინ ჩემი სტრატეგია არის გაუმართლებელი. მე მინდოდა მეთქვა, რომ 4 კაცმა დაუწეროთ ერთი რიცხვი, ამ შემთხვევაში ერთიანი და ერთს აიღო 5-იანი, რომ მაქსიმალური თანხა აიღო იმ ერთ კაცს, იმიტომ რომ ეს თანხა წინებზე ეგრე იყო, რომ ნაწილდებოდა, მაგრამ ეხლა ეგრე არ არის. ანუ ეხლა თუ გადავწყვეთ ეგრე, მე даже გამოყვებით მაგაზე, ერთმა დაწეროს 5-იანი, რომ 500 ლარი წავიდეს იმ ადამიანისკენ, ოღონდ თქვენ გააწყვეტეთ ვინ იქნება. მე არ მაქვს პრეტენზია. კარგი, დრო მორჩა. გისმენთ იტა? ანუ ერთიანი რო დაწეროს 2-მა და 2-იანი კიდევ 2-მა, 3-იანით ვინმე მოიგებდა. აი ესე კაბალურ სიტუაციაში რო ვიმსჯელოთ. არა მგონი ახლა რამე სტრატეგია მოვიფიქროთ, იმიტომ რომ ვისაც მოვაგებინებთ, ის მოიგებს მაშინ. ეგრე გამოდის. და ეგრე ვერ შევთანხმდებით, ესე მგონია. ერთიანი რო ავწიო, ვიღაცა უეჭველი კიდე აწევთ და ჩაიწვება. არ ვიცი, ანუ ალბათ მე თუ რამე კაი სტრატეგიას არ შემოგთავაზებთ, რომელსაც დავეთანხმებოდი, 2-იანს ან 3-იანს ავწევდი და იქნებ გამიმართოს. ოზი გისმენთ? მეტი არ ვიცი. თქვენი გადაწყვეტილებები ვთქვით, იმიტომ რომ მეტი. ან ნახე როგორ რაღაცა არის, მე აქვს 5-იანი დავდე. მე აქვს 5-იანი დავდე. დალში რაც გენს კიდე. აი მე 5 დავდე და 15 წამი. გააკ ოზი. არ თამაშობ ვართ მოსულები. ანუ ხო მე ვთამაშობ. ანი ვთამაშობ 5-იანი დავდე. თუ გინდა 5-იანი შენ სადე და ჩაწვი. თუ გინდა 3-იანი დავდე და წაიღე. თუ გინდა 1-იანი წაიღე და 100 ლარი წაიღე. არც რა პრობლემა. მე არ ვიცი 5-იანი დავდე მორჩა თქო. უსმენთ. თან ამ თამაშობ, 3-ჯერ ვთამაშობთ. მე ვარ მომხრე რა ცოტა შევფა. 3-ჯერ. მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ჩაცეკვლა მაქვს, რომ გინდა თუ არა მე უნდა ავიღო რამე თქო. მართლა არ არის ეგრე, ასე რომ თუ რამეზე შევთანხმდებით, მოყვებით რა. რა ვიცი, მე პრობლემა. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ პირველ თამაში ვეღარაფერს ვეღარ შეთანხმდებით, იმიტომ რომ ბოლო 15 წამი დაგჭა და всё. გავიგე, მაშინ მე პირდაპირ გეტყვით, რომ 2-იანს დავწერთ და იცოდეთ. ოკეი. ანუ 2 და 5 გყავთ. ეხლა თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. დრო მორჩა, სიტყვა, ხმა, მე ამას წერ, მე იმას წერ აღარ იყოს, იმიტომ რომ 5000 ლარს იგებს გამარჯვებული. ანის უსმენთ, ხო? და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებას. ანი, 30 არ წამი. ვიცი რა, ვერ ვფიქრობ, ყველა ნერვს მიშლით. აი ხუმრობ არ მიშლით, ოზი მიშლის და ნერვს. და ძალიან გაბრაზებული ვარ რა, იმიტომ რომ მგონი რომ საერთოდ სხვანაირად უნდა წასულიყო თამაში და საერთოდ სხვანაირად წავიდა. იდეა რომ გქონდეს არ გაგიზიარებთ. თავში გაგიხლიათ. 15 ოქროს 15 წამი გაქვს, ბოლო 15 წამი გაქვს. არაფერს არ ვწვევ ვაფშე, იმიტომ რომ მართლა მაგარი გაბრაზებული ვარ. კარგი. აღარ თქვათ არაფერი. გაამზადეთ თქვენი გადაწყვეტილებები ამოტრიალებულ მდგომარეობაში, ზემოთ თუ შეიძლება, რომ აღარ შეცვალოთ 3, 2, 1 გაგვიზიარეთ. 2-იანი, 5-იანი, 3-იანი, 3-იანი, 1-იანი. 100 ლარი ჰიტა. ჰიტა. დაჩუქრად. ჰიტას დაემატა 100 ლარი საკუთარ ბანკში და მოვიმზადოთ მეორე თამაშისთვის. აქამდე კი ერთი საერთო წუთი მეგობრებო. არა 2 მსურათ აწიეთ, მეც მაგას ვიზავდი. არა, მე ვთქვი და შევასრულე, მე არ მაქვს პრობლემა, რომ ერთიანი ავიღო და ანუ ერთიანი რა მე კიდევ თქო, თუ რამე გიდათ, შეთანხმდით ხალხო. გეხვეწებით მე შეთანხმდით თქო, მეთქი რა. არა.
ანუ ეხლა to be honest შენ რევ ყველაფერს მართლა. მე გითხარით რა არა ნახე 4 ადამიანი ვარ ჩაგდა მე ვდებ უკვე რომ ამბობ ანუ მოცემულობად ანუ ჯერ შეგვითხარ მეკითხა აი ოკეი ხო ანუ აი მან დუა რა ანუ თავის პოსტები თამაშობ და იტო ხუთიანი დავდეთ ხო და თქვენ თუ გინდა ერთიანი დაეთ როგორც იტამ დავდეთ წაიღო თუ გინდა ლარნახევარი დადეთ თუ გაქვს მაგის საშუალება არ გაქვს მე მგონი რა ლარნახევარი მაქვს ლარნახევარი კაი ნუ ვჩხუბ აი 10 წამი მე ვამბობ ანუ არა მე ვამბობ რომ ხუთიანი არ საერთოდ რომ მორჩა 30 წამები ჰიტა 30 წამი გისმენთ თუ შეიძლება მოგეთ ეხა მე რა ვქნა არ ვიცი ანუ ერთიანი რო დავდო კიდე შემიძლია აიგრე მოვიქცე თქვენ შეგიძლიათ ერთიანი ვინმე დადოთ და ჩამიწვათ დავუშვათ და მე ორიანი ვისაც ექნება ის მოიგებს და 200 ლარს დაიწევს თუ 200 ლარსაც 20 არ თამაშობს ხუთიანებს თუ და გაზრი არა იმიტომ რომ სულ დაბლიდან ვიწყებს და არ ვიცი რა მე დავდებ ერთიანს ან ორიანს ისე ოზი მე როგორც გითხარით ხუთიანს დავდებ აქაც აი აღარ გინდა დრო ანუ არა ხუთიანს დავდებ აქაც ანუ ნახე როგორ რაღაცა ხუთიანს ვდებ აქ რაც გინდათ ის გიქნიათ თქვენ მოტივი რა არის მაყოლ მოტივი არის რომ ხუთიანი მინდა რომ იდოს აქ და ხუთიანი სვლა მაგრამ აქ ხო ფული უნდა მოიგო კი ხუთიანით მინდა რომ 500 ლარი მოვიგო აი ეგ არის მოტივიანი და რა 100 ლარი всё ხო ხო კარგი დავაი მანუ ჩემი კომენტარია ძირს დაძაბულობა ანუ აი მართლა კაი come everybody down okay ნახე მე მაგ ეგეთი შემოთავაზება ხა თქვენ ხო გვაქვთ ფულები ჩვენ ძალიან დავიჩაგრეთ რა წესი არის ხო და ეხა რადგანაც ჩვენ 2-ს დებ შენ დებ 5-ს მე დავდებ 1-ს არა 3-ს დავდებ არ გამიფუჭოთ პროსტა და მე ლოლას მივცეთ ანუ რა წესია ხო მაგრამ თქვენ ყველას გაქვთ ფული ამას არ უნდა ხური თუ დავდე მე მოვიგებ მაშინ შენ კაი ოკეი შენ დადე 3 ხო და ან ერთს დავდებო ამან აი დრო ერთი დადოს შენ ორი დადე დავდებ ზემოთ დრო ანი 30 წამი დაიწყო 5 დადე 1 დადე 1 დადე 2 მე 3-ს დავდებ არა მე 5-ს დავდებ და აიღებ შენ მაშინ იმას 3 დადე 3-ს დავდებ კაი ხო დავაი 3 დადე 15 წამი ხო ბაზარია კაი 5-ს დებ ლაშა გისმენთ 30 წამი ნუ ერევი წვები ანუ შენ დებ 5-ს შენც 5 გიდევს 5 მიდევს არა არ გიდევს არა არ უდებს ხა აღარ მიდევს 5 აი შენამდე დებ ჰიტა არ ვიცი არა თუ 15 წამი შევთანხმდებით მე მოვკვებით მოყვებით რაზე შენ დებ 3-ს 4-ს 5 წამი 4-ს არ დავდებ შენ 5-ს დებ 5 წამი რომელიღაცა შენ 5-ს დებ დრო მორჩა აჰა აი მიძიება შენ დრო მორჩა გადაწყვეტილებები ყუთებზე დამანახეთ გადაწყვეტილებები ყუთებზე თუ შეიძლება გოგოებმა ყველაზე პირველებმა მიიღეს გადაწყვეტილება შეიძლება თამამად იქნას შეგახსენებთ რომ ამის მერე კიდე ერთხელ ვითამაშებთ ამ თამაშს ყველაფრის შანსი არსებობს იტა ველოდები სამართლიანი ადამიანი ოკეი ძალიან კარგი მაშინ გაგვიზიარეთ ახლა ყველამ შეცვლის გარეშე 5 1 3 4 100 ლარს მიიღებს ლაშა ვაფშე რა შუაში 5-იანი დადა ისე არა შენ ხუთიანები დადე კი იმიტომ რომ მეგონა რომ ის დადებდა ერთია ერთიანს არ დავდებ თქო გითხარი ანუ იმი ბოროტი ხო კი შენ ცვალა და მე მეგონა რომ ერთიანს დადებდა გესმის ახლა ჩემი რატო ანუ ნახე ჩემთვის ეს 100 ლარი მე დაჟე პირველზე მაინც ვერ გავდე მაინც ჰიტა მიწევს მის ერთი წუთი გვაქვს შეგიძლიათ ისაუბროთ ანუ ყველაზე სისულელი აქ ის არის რომ ისევ ეს ორი იღებს ფულს და ჩვენ ისევ ტალახით არა, მე და მართლა კაცო, ვისთვის მოვედი აჰა მე ძალიან მე თამაში ვერ თობი ხო მე თამაში ვერ თობი როცა ბენზინი ჩამისხივ და მაშინ მე უნდა მოგცე რა ანუ მართლა ვერ ხვდები ისევ ეს ორი ისრუნავს ამ ფულს კარგი ერთი თამაში დაგვჭა წინ კიდე გვექნება 30-30 წამი და მაშინ გადავიდეთ მესამე ფინალურ თამაშზე. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ბოლო თამაშს თამაშობთ და ასევე შეგახსენებთ რომ თანაბარი თანხის შემთხვევაში ამ თამაშից ვერავინ ვერ მიიღებს მონეტას. ჯერჯერობით თანაბრად მიდიან ბიჭები და ბოლო თამაშია, რომელიც გადაწყვეტს ყველაფერს. ეხლა კი გისმენთ. ესეც რაღაცას გთავაზობთ მეგობრებო ყველას რა. ყველამ დავდეთ 5-იანები, მე დავდებ 4-იანს, 400 ლარს მოვიგებ. ამ 400 ლარის ზემოთ კიდე 5000 ლარსაც მოვიგებ და ყველას გაგინაწილებს. თუ ხართ თანახმა მაგიცა. სხვანაირად ერთ-ერთი ვერ იგივ თქვენ სამი და ალაშას კიდე რაღაცა ტრაიქარდობის საშუალება გვაქვს და რომელიმე შეიძლება მოვიგებთ. თუ მაგაზე წამოხვალთ
-400 ლარს კიდე ავიდებთ ამ რაუნდში და 5000 ლარსაც გაინაწილებთ აგოთა ვარიანტი. მეც რომ მორჩა გაჩერდით ერთ წამით თუ შეიძლება 20-ის უსმენ. ბიჭო, მანდ ნახე როგორი რაღაც შემთხვევა. 300 ლარი ნებისმიერმა რო აიღოს, მოიგებს. ანუ 300 ლარი შენ გარდა არავინ არ იტყუა. მეუდებ სამიანს და დადე ერთიანი ან ორიანი ნებისმიერი რაღაცა დაბალი დადე. იმიტომ რომ რამხელა თანხაც ანუ ვიღაცამ რო ჩაწვას მოიგებს ის. ანუ სამიანს მიუწავ თქო აქ გეუბნები. დრო მორჩა მანიუს უსმენ თუ შეიძლება. ნახე ამ 5 ადამიანში შენ ხარ ვინც გუნდურად არ თამაშობს და შენ აფუჭებ ყველა ჯერზე თამაშს, იმიტომ რომ რა ვიცი, აქამდე ჩვენ რა გეგმასაც ვამბობდით, იმას მივყვებოდით და კაი, სამიანს წავს მე შენ რაც თქვი, მე პრობლემა არ მაქვს, მაგაზე მოყვები. მიუხედავად იმისა, რომ მგონია რომ შეიძლება საერთოდ არ განაწილო, მაინც შეგერგოს და მოიგე, ერთს ეგ არ არის დიდად პრობლემა. მე არ მინდა გამოხედვა იყო. ხო, არ ვიცი, არა. 5 წამი მოიგებ დამსახურებლად მოიგე. კაი, ანუ მე რა გინდათ რომ ავწიო, მითხარით თავწო. ოკეი. გისმენთ ანი 30 წამი. მეც მივყვები ჰიტას, საერთოდ სხვა განწყობით დავიწყე თამაში და საერთოდ სხვაგან წავიდა. ანუ მართლა იმენა შეხარ პრობლემა, მაპატიე, რა ვქნა, ეგრე თამაშობ. ცხოვრებაში არაფერს არ გერჩი, მაგრამ ამ სიტუაციაში ძალიან სულ თამაშობ. იმიტომ რომ ყველაფერს ვაკეთებ, შენ აშავებ და ფიზიკურად, ანუ 1500 ლარი უნდა აგვეღო და ტიპებს 190, 150 ლარი აქვს და 130 აქ დაჟე ჩაჯიბა. არც არის 400 ნორმალურად გადაგდა. 1500 აღებაზე რო ვამბობდი 5-იანს ვდებ მეთქი თქვენ კიდე დაწერეთ სხვა ისინი და მან ჩაწვით თქვენ მე რას არა, ისევ შენ გადაიფიქრე ყველაფერი. 3-იანს ვდებ მეც და მივყვები ჰიტას ამბავს. ლაშა გისმენთ ბოლო შენი სიტყვა. დავყვეთ, რადგან 3-იანი კიდევს, ყველამ დავწეროთ 3-იანი, შენ დაწერე 5-იანი. მე წავაგე. არა, ყველა 3-იანს დავწერთ, შენ 5-ს დაწერ, 500 აიღებ და პირობად თუ დებ რომ 5000 გაანაწილებთ, ბაზარი არა. მოყვებით. всё? 20 გვანახე რა. 3-იანი. 3, 1, 3. და ლაშა მაიო. 100 ლარი ლაშას თუ გითხარით 1-2 დადეთ მეთქი. არ მიჯერებთ. ოზია პრობლემა. ნიმულოცოთ ლაშას გამარჯვება. ნიმულოცოთ ერთი წამი. საუბარი შემდეგში. ეხლა თუ შეიძლება. არა, აუხსნი. ეხლა თუ შეიძლება. მაგას ვიზავდე აბსოლუტურად. მართალი ხარ და აუხსნი. ეხლა დავფიქრე. ეხლა ლაშა ადგება. გვერდით ოთახში გავა. და ამათ დაველაპარაკები. დაველაპარაკები. ხო, რაღაც გადაწყვეტილებები კიდე ექნება მისაღები. ლაშა პირველ რიგში გილოცავ. მადლობა. You did it. თან ისე გაიმარჯვე, რომ ესე ვთქვათ, არავის ვალი არ გაქვს და არავისთან პირობა არ გაქვს დადებული. აი მაგალითად ჰიტას მოეთხოვებოდა ალბათ სხვანაირად. მინდა გითხრა ესეთი რაღაცა, რომ 2000 ლარიდან რაც უნდა მოეგოთ, ესე ვთქვათ, მონაწილეებს, გათამაშდა 480, ანუ 2000 ლარი შეგეგრძნოთ და გეგროვებინათ, მაგრამ 1520 ლარი დარჩა და შენ რო იცოდე, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, გეტყვი რომ ის თანხა თანაბრად გაიყო ყველა მონაწილეზე, რაც ვერ მოიგეს, 1520 ლარი, ასე რომ თანხის გარეშე არავინ არ წავა. ძალიან კარგი. ეხლა კი რაც შეეხება შენს გადაწყვეტილებას. უნდა მიიღო გადაწყვეტილება, მიგაქ ეს 5000 ლარი, თუ მონაწილეებთან აპირებ დაბრუნებას და ამ თანხის რაიმე პრინციპით გადანაწილებას. მაგრამ თუ აპირებ გაყოფას, წინა თამაშებისგან განსხვავებით, ერთი შეთავაზების გაკეთების უფლება გაქვს და თუ დარჩენილი 4 ადამიანიდან 3 დაეთანხმება შედგება შეთანხმება, თუ ვერ მოხდა გაყოფა და 2 მაინც შეეწინააღმდეგა, ალბათ ცოტა ხანში დაიდება ჩვენს არხზე ვიდეო, სადაც ჩემი გამომწერი მოიგებს 5000 ლარს. თქვენ ვერც შენ და ვერც ეს ადამიანები ვერ წაიღებთ ამ 5000 ლარს. ძალიან მაინტერესებს შენი აზრი, როგორი იყო, როგორ მიიღეს გადაწყვეტილება, დაპლანული ქონდა თუ არა? ხო, ანუ მე მაყურებლისთვისაც რომ მავხსნათ, ანუ მე წინასწარ ვიცი ამ თანხას, რასაც უგზავ, ჰიტაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ადამიანი გაყოფდა ნამდვილად. უბრალოდ ის მცირე შანსი, რომ ვიღაცას შეეძლო არ დაეწერა 3, იმიტომ რომ თამაშის მოცემულობა ორიანი რო აეწია. ხო, თამაშის მოცემულობა მოითხოვს. აქეთა ფლანგიდან რო წამოსულ. სტრატეგია დასახო, უბრალოდ გადავაზღვია მაგ ერთიანით, იმიტომ რომ მეც დარწმუნებული ვარ და ვიცი ამ 5000 ლარს რასაც უზავ და ეხლა მალე მაყურებელს თამაშებიც გაიგებია. ლაშა რამდენიმე წუთში დაგვიბრუნდება, ან არ დაგვიბრუნდება, ამას ლაშა გადაწყვეტს და კიდე სხვა რაღაცებსაც გადაწყვეტს, მაგრამ თქვენ 2000 ლარის ნაცვლად და სიმღერის ნაცვლად მიიღეთ სიმღერა და 480 ლარი. ხო, თუმცა დარჩა თანხა 1520 ლარი, რომელიც ვერ მიიღეთ და ვერ გადაანაწილეთ და იჭუბეთ და დახოცეთ ერთმანეთი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დარჩენილი თანხა თანაბრად გაგვეყო, დარჩენილ 4 მოთამაშეზე, ანუ 380 ლარს
დაგიმატებთ, ესე ვთქვათ, იმ თანხებზე რაც გაქვთ, შეიძლება. ხო. ნამდვილად 400-ზე დამგვალდება. ასე რომ მოკლედ, ეს თანხები თქვენი არის, ხოლო ეხლა ლაშა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ლაშაზეა დამოკიდებული. თქვენ თუ რაიმეს გაზიარება გინდათ, გისმენთ. მე ვარ ყველაზე გაბრაზებული და მე დავიწყებ. გისმენთ. მივხვდი ლაშამ რაც გააკეთა, ლაშას 100 ლარიც ყოფნიდა რომ მოეგო, არ მიფიქრია მაგდენი. იმიტომ რომ ლაშას არ ულაპარაკია, ლაშას არ ქონია ეს 30. შეიძლება დაგვეთანხმა, კაი დააქნია თავი, მაგრამ არ ულაპარაკია ამ ადამიანს და აღარ გავყევი ეგრე ღრმად ამ ყველაფერს, რომ შეიძლებოდა 100 ლარით რაღაც. შეგვიჯამე. იმდენად ვიყავი ჰიტასზე ის რა. ურავი რა, მე მართლა სხვა თამაშის მადლობა რომ დაგვიმატეთ 380 ლარი, მადლობა, მიხარია ძალიან. არაფერს ნამდვილად ჯობია. უბრალოდ საერთოდ სხვა მოლოდინებით მოვედი და ვაფშე სხვა რაღაც მოხდა და დამაგლიჯეთ ნერვები და აღარ მოვალ აქ მეერეთ, მადლობა. აი ესე გადა. ოზი თუ იქნება მე აღარ მოვდივარ. ოზი, შენ რას გვეტყვი, რატო? ჩემი ტაქტიკა იყო რომ არავის არ ქონოდა უპირატესობა, რაღაცა ეს ერთპიროვნი. მაგრა გამოგივიდა. ანუ გამომივიდა. აში, აპლოდისმენტები. უპირატესობა არავის არ ქონია. Ja. და ბოლოს უბრალოდ ის იყო მისახვედრი რომ ვთქვი რომ სამიანს მე ავწევ მეთქი, მაგრამ ერთიანი და ორიანი არ დაგავიწყეთ, იმიტომ რომ იმ ორივეს ერთიანიც და ორიანიც აწყობდათ იმისთვის რომ გაემარჯვოთ, არაწიეს. შესაბამისად, ნუ ის ოლაშა მოიგო მშვენიერი, მე რა. მეც იგივეს ვიზავდი ლაშას ადგილას რო ყოფილიყავ. აბსოლუტურად. და მე რასი ზამდი, აი რო გახვიდო. მე გავყოფდი აუცილებლად. გაყოფდი როგორც იმედია ლაშა აპირებს. მე ვთქვი რომ მეთქი ამ თამაშს მოიგებს მეგობრობა და განაწილდება თანაბრად. მაგრამ ეთყობა ეგ. და ყველა დავიგლიჯე ნერვები მაგას. მაგას არ უსმინეს და სხვა რაღაცეები დაარჩეს. მაგიტო იყო რომ ეს და ვიღაცამ რო თქვა რომ ავიღე ფულს და გავიქცევი მე ვიმოგზაურებ მაგიტო უშლდი ხელს. კარგი. ლაშამ დამსახურებულად მოიგო 5000 ლარი, რომ ადგეს და ეს ადამიანი წავიდეს. არ მექნება მე ნე პრეტენზია, იმიტომ რომ ამ ადამიანმა მოიგო. ძალიან smart move გააკეთა. ისე არ უქნია რომ თქვენ მოაგებინეთ. რატო გადაწყვიტე რომ ეს 5000 ლარი უეჭვენ და გავიყოთ ყველამ, რატო ავალდებოდა ვიღაცას რომ გავიყოთ თანხა. იმედი არ გვისმენს და ვერ გისმენს. მაგრამ ნახე ერთად ვიღაცამ რო თქვა რომ მოიგებს ფულს და წავა და გააკეთეთ კონტენტს, რატო თუ მომიგე ფული ხომ ეკუთვნის. ნახე როგორ რაღაცა არის. აბა ხუმრობო. შენ სიტყვა თქვი, მაგრამ მე ხო არავის სიტყვა არ მიმიცია. ანუ წინა ჩაწერის წინა საუბრები ვარ TikTok-ზე რო ნახავთ. მან ყველამ თქვა ისეთი რაღაცეები, რომ მეგობრობა, ერთიანობა გაყოფა ასე შემდეგ. ხო, მე. ერთ-ერთი ვინც არ თქვა შენ იყავ. და რა? არაფერი, ანუ მე არა, მაგას არ ვამარა, თარგეტად აგიღე შენ, იმიტომ რომ მე მინდა რომ ყველამ თანაბრად იხეიროს თუ იღეიროს. მე ამიღე თარგეტად და რა შენ ახლა მაგით რა სარგებელი მაგალითად? მე სარგებელი რა, მიგონები რომ მაშინ შენ თუ ეგრე მე თარგეტად ამიღე, გეყურებინა მოდი ის გადაცემა, სადაც მე ვითამაშე და მე მიხვდებოდი რისი გამკეთებელი ვიყავი და რას ვლაპარაკობ ზოგადად. ნამდვილად. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ აი პირველი გადასვლითი მომენტი სად იყო, იცი? აი ჩვენ გოგოებიო და თქვენ რაც გინდა ოკეით და აი მე მანდ უკვე აირია ყველაფერი რა. ჩვენი დანაშაული არ იყო, ხა მან ცუდი განზრახვა არ თქვა. ცუდი განზრახვა და გაიგე. ხო, ნუ ცუდა იქიდან მე ყველამ დაყო თავისი თავი უკვე. იმათ თავისთან მარტო წავიდა ბიჭები და ისე აღმოჩნდნენ გოგოები აქეთ. მონეტების ჩაწვაზე. ვა, ლაშა. რა თქმა უნდა, ვინელოდა რომ ბალიზე იყო უკვე. აი, მე მინდა ესეთი რაღაცა გავაკეთო, ჯერ არა მოატრიალოთ თანხები. რადგან ყველგან სხვადასხვა რაღაც წერია და სანამ თანხებს გავიგებთ, მე მინდა რაღაცა გავაშენოთ. შესავალიც გავაკეთოთ. კი. ჯერ არა მოატრიალოთ. ჩემთვის ეს ხო არ გაქვს რა, მე იმდენი თანხა მოიგე? ჯორჯ, მე და შენ ეკრანს მერე გავიყოთ რაღაც. კი ბატონო. როგორ შევთანხმდი? კი, როგორ შევთანხმდი რა თქმა უნდა. აი, მოკლედ, მეგობრებო, მე მინდა აუხსნა რატო დავწერა ერთიანი რა. ვიღაცებს გქონიათ რომ ეს ჭკვიანური გამარჯვება იყო, მაგრამ შეიძლება ეგრე შეაფასოს მაყურებელმა, თუმცა მე უბრალოდ ჰიტას ვერსია გადავაზღვიე. ის პატარა თეორიული შანსი, რომ თვითონ თამაშის მოცემულობა რადგან მოითხოვს, რომ აქ რაღაც სტრატეგია უნდა დასახო, იმიტომ რომ ეს არის გამარჯვების გზა, უბრალოდ ეგ პატარა თეორიული შანსი გადავაზღვიე, იმიტომ რომ მეც ჩემ თავში დარწმუნებული ვიყავ, რომ იმ 5000 ლარს გავყოფდი აუცილებლად. რაც შეეხება თანხებს, მეგობრებო, მე ვიცოდი, რომ თქვენ შეგხვდათ, არა, არც თუ ისე პატარ-პატარა თანხები. მაგრამ თანხები რაც წერია, მან შეგიძლიათ ამოატრიალოთ. ყველგან არის, რა თქმა უნდა, 1000 ლარი, იმიტომ რომ ეს სიტყვა შევასრულე აუცილებლად და ვაუ. რა სტრატეგიითაც გავაკეთე, იმ სტრატეგიით გავყავი თანხა რა. ანუ გამოვიდა, რომ ლაშას ყველაზე ნაკლები თანხა შეხვდა. არა უშავს. ამ თამაში სამაგიეროდ მეგობრობამ გაიმარჯვა. და გამარჯვებული სტატუსი მე შეხვდა. ჰიტამ აპატიე, უბრალოდ გადაზღვევა. ეგ ყველაზე ძვირი იყო. ეგ ყველაზე ძვირი იყო. პირველი თამაშის მერე შენ გეკუთვნოდა. მაშინ მიულოცოთ ლაშას პირველი სეზონის გამარჯვებულობა და თქვენ ყველას გილოცავთ
მოიცა ეხლა ვეთანხმებით თუ არა. ჩავთვალეთ რომ ყველა ვეთანხმებით. ძალიან კარგი რაღაც გააკეთე და მართლა ძალიან მაგარია და ძალიან მაძრეა. უბრალოდ, ანუ ეხლა ერთი ის მაბრკოლებს, რომ გიორგიმ რაც თქვა, რომ უარი რო თქვა იწვებაო, ანუ მაგაზე გიждდები, იმიტომ რომ ლაშას რო ვიცოდე რომ ეს თანხარჩებოდა, უიჭველი უარს ვიტყოდი და ლაშას დაუტოვებდი, მაგრამ ეხლა მიწევს რომ წავიღო, რომ შეგიძლიათ გავახაროთ თქვენი და ჩემი გამომწერები და შეგიძლიათ დაწვეთ. მივცეთ. ხო, გამოწერებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი კიდევ უფრო არაერთხელ მოიძიებს გიორგი ინვესტიციას. ეგეც არის. არა, ოზი რომც არ დაგეთანხმოთ, თუ უმრავლესობა თანხდებით და მეც პირობას მეც შინაგანი რაღაც ეგო არა მე პირობას ვდებ რომ შეუძლია ოზიმ არ წაიღოს 100 ლარი და არაჩუქოს ვინმეს მე პირობას ვდებ რომ უფრო მეტ თანხას მოვიზიდავ ინვესტიციას მოვიზიდავ იმისთვის რომ გამომწერები არა მარტო ჩემი თქვენებსაც ვინც იკვეთება და მოკლედ იქნება თანხები კიდე გამომწერებისთვის აუცილებლად გავათამაშებთ ამიტომ შეგიძლიათ ტკბილად და ბედნიერად დაიტოვოთ ეს თანხები და აქედან რომ გავალთ გიორგის ადმე კარგ ადგილას დაპატიჟოთ მადლობა მეგობრებო თუ რამის დამატებას არ აპირებთ დაგემშვიდობებით და დავიწყებ სასწრაფოდ მეორე სეზონისთვის მომზადებას გამოიწერეთ არხები რომ მე მიიღოთ მონაწილეობა გიოსთან იყო და მეორე სეზონს ველოდებით აუცილებლად დავიწყებ მაშინ მომზადებას მეგობრებო შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხები და შევხვდებით შემდეგ სეზონზე დროებით